თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ამასწინათ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში გამაწევრიანეს. ჯგუფს ერქვა ყველაზე საქართველოში დაბადებულები. თვისობრივად ეს სათაური გოიმობაა და რა თქმა უნდა ჯგუფიდან ეგრევე დავახვიე, მაგრამ სანამ გამოვიდოდი, ცოტა თვალი გადავკარი იქ შეკრებილ ქართველობას, რომლებიც აშკარად საქართველოში იბადებოდნენ და მერე მუდამ წუხდნენ ამაზე ტიპები იყვნენ. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ერთი სიტყვით ეს ის ხალხია, რომლებიც გამუდმებით ყველაფერს ცუდს და ნეგატიურს ხედავენ ირგვლივ და ის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოა. მაგალითად, რომ წვიმს იმის ბრალია, რომ ეს საქართველოა. ან მხოლოდ საქართველოში შეიძლება ადამიანი წითელზე გადარბოდეს ზებრა გადასასვლელზე. ვითომ აზერბაიჯანში, ან ბელორუსში, ან პერუში და ჩილეში, ან თუნდაც არგენტინაში არ გადაჭრის ვინმე ზებრაზე უკანონოდ. თან იცის რომ არ გადაჭრის. ან საიდან ასკვნის რომ ეს მოვლენა მხოლოდ და მხოლოდ ქართული ამბავია. რა უნახავს, სად უნახავს, როდის შეხვდა დანარჩენ მსოფლიოს და როდის შეადარა ჩვენ ქვეყანას. მუდამ დღე ყველაფრით შეწუხებული ქართველების ლექსიკა თითქმის იდენტურია. საწუწუნო თემების მასშტაბი კი ყოველდღიური რუტინული ცხოვრების დეტალებიდან ზოგად საკაცობრიო თემებამდე გადაჭიმულია. წუწუნი ხორციელდება ყველგან ვირტუალურ თუ რეალურ ცხოვრებაში. საბოლოოდ კი მიიღწევა კონსენსუსი და დამნაშავე ყველაფერში ჩვენი სამშობლოა. დიდი ხანი ამ ადამიანებს ქმედება გასცდა ეგრეთ წოდებული წუწუნის საზღვრებს და უკვე ხელოვნების დარგად იქცა. განხილვის ობიექტია ქართული ტრადიციები, მარაზმები და ასე შემდეგ. წარმოგიდგენთ მათ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფრთიან ფრაზებს. პირველი, ღმერთო მეტეორი გვესროლე. თუმცა ეს მათი მაქსიმუმი არაა, ხშირად ღმერთს მეტეორის სროლის გარდა სხვა სტიქიური უბედურებების მოვლენას თხოვენ. მეორე, ძალიან ბნელა. ამ ერთი ფრაზით ორ კურდღელს კლავენ. გარდა იმისა, რომ გულისხმობენ ქართველი ერის გაუნათლებლობას და უკულტურობას, ამასთან შეიძლება შუქი მართლაც არ აქვს და ბნელა. მესამე და ზემოდან ხსენებული. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება. ეს ჩემი საყვარელი გამონათქვამია. ამ დროს მინდება ამ ფრაზის ავტორთან ახლო ურთიერთობაში შევიდე. ლოყაზე ნაზად მოუთათუნო და ვკითხო, თუ როგორი სიტუაციაა ახლა ზელანდიაში ამ კუთხით. დიახ, მათ ზუსტად იციან, თუ რა ხდება დედამიწის ნებისმიერ კუთხეში და ის იციან, რომ მხოლოდ 69,700 კილომეტრი კვადრატის ფართის მქონე მონაკვეთზე, რომელსაც საქართველო ჰქვია, ხდება ის რაც ხდება და არა სხვაგან. ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი გამოხმაურება დილის გადაცემის ორმა ჟურნალისტმა ჰპოვა, რომლებმაც არასწორად გამოაცხადეს ტემპერატურა. ადამიანურად შეეშალა და ფარენგეიტები ცელსიუს გრადიუსად გამოაცხადეს. რამდენიმე საათში ეს სამარცხვინო ვიდეო მთელ სოციალურ ქსელს მოედო. აგრიტიკებდა დიდი თუ პატარა, ჭარბობდა შეურაცხყოფელი და ცინიკური კომენტარები. ვინც ესენი ტელევიზიაში დაასვა. Facebook-ის ინტელიგენცია მათი გასახლებაც კი მოითხოვა საქართველოდან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასეთი უსაქმურები მაგრად მებრალებიან, რადგან ზუსტად ვიცი მათი ფინალი, რომელსაც მათ სამარადისო დავიწყებისაგენ მიაქანებს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.